ამ ბოლო ამბავმა როცა ამ წიგნმა გაიმარჯვა, ძალიან დიდი გავლენა იქონია. კი, გაიმარჯვა. პროექტში ჩემი წიგნი. ჩემი წიგნის პროექტში გაიმარჯვა და ამან კიდევ უფრო გააორმაგა ინტერესი. ანუ თუ აქამდე იცოდნენ ეს წიგნი, ახლა უკვე ხვდებიან რომ რაღაც მეტი შეიძლება მეტია. ალბათ ეს ფოტომასალა კიდევ უფრო საინტერესოს ხდის ამ ახალ გამოძიებას. კი, საინტერესოს ხდის, ანუ ვიზუალური წარმოდგენით უკვე ტექსტთან ძალიან ბევრი კავშირები ხდება და ამით არის საინტერესო. საინტერესოა თქვენთვის როგორც ოჯახის წევრებისთვის, რამდენად მნიშვნელოვანია, რას ნიშნავს ის, რომ წიგნი აი ესე აგრძელებს ცხოვრებას, იმიტომ რომ წიგნი მართლაც აი უკვდავი ნივთი არის და ფაქტობრივად ეს არის უმნიშვნელოვანესი და ეს ერთი თვის განმავლობაში სანამ თქვათ კონკურსი მიმდინარეობდა, მე დღიდან დღემდე ყოველდღე ნერვიულობდი, იმიტომ რომ ვიცოდი რომ ირაკლის მხარდამჭერები არიან ძალიან აქტიურები, მაგრამ ზოგადად მაინც ეს ძალიან დიდი საქმეა. ეს არის მონაპოვარი ზოგადად არა მხოლოდ ირაკლის ხელმეორედ აღმოჩენა ამისი პერსონის, როგორც მე ვამბობ, რომ ჩემი შვილი ამ წიგნს რო წაიკითხავს, გაიცნობს მამამის, ძალიან ბევრ ადამიანს მხოლოდ მისი მუსიკალური ნაწარმოებებიდან არ აქვს საკმარისი, თქვათ, შთაბეჭდილება მასზე შექმნილი და ეს წიგნი იწერებოდა როგორც იწერება ჩემი დღეებიო და ნამდვილად ასეა და ჩემთვის ეს უმნიშვნელოვანესი ფაქტი მოხდა, რომ გაიმარჯვა ამ ლიტერატურულ ფოტოშოპში ჩვენც უნდა დაგვეგეგმა ეს რაღაც PR კამპანია ამ წიგნის. კეთათოს ვკითხე, რომ აი რაზე გავაკეთოთ აქცენტი, რისი მიხედვით. კეთათო ვთქვა, რომ მოდი აი სტუდენტობაში გავაკეთოთ რაღაც სხვადასხვა სახის აქციები და შეხვედრები და რამდენიმე დიდ უნივერსიტეტში ქონდა შეხვედრა და ნუ აი მართლა გაოცებული დავრჩი, იმიტომ რომ ის ადამიანები, ვინც ახლა სტუდენტები არიან, მაშინ იყვნენ ძალიან პატარები, როცა ირაკლი ცოცხალი იყო და ისეთი ინტერესი და იმდენად ზეპირად იციან ყველაფერი. რომ აი ეს იყო კიდევ ერთი დასტური. საოცარია ნამდვილად. მეც ამ ადამიანებს შორის ვარ ნამდვილად, ვისაც აი მუდმივად ჩვენც ყველანი. მიუხედავად იმისა, რომ ეს ტრაგედია, მიუხედავად იმისა, რომ ირაკლი ნამდვილად ადრე და უდროოდ ჩვენთვის სუბიექტურად, ჩვენთვის უდროოდ დაგშორდა სიცოცხლიდან. მე მაინც ვთვლი, რომ დღევანდელი დღე 19 ნოემბერის არის ერთგვარად დღესასწაული ყველა იმ ადამიანისთვის, ვისაც უყვარდა ირაკლი, ვისაც უყვარს ირაკლი, ვინც უსმენს, კითხულობს მის ლექსებს, პროზას და ასე შემდეგ. ამიტომ ბატონ გელა, თქვენ მინდა გთხოვოთ, რომ აი ამ დღესასწაულის აღსანიშნავად რაიმე შეგვისრულოთ, რაც ირაკლისთან გაკავშირებთ, ან რაც მას უყვარს. იცით რა, მე რასთან ირაკლის დაბადების დღეა, მე შევასრულებ ირაკლიანას, ესე იგი ეს არის სამი საფორტეპიანო სუიტა, მაგრამ მე რასაკვირველი არ შეგაწუხებთ სამით და დავუკრავ მხოლოდ ერთს. პირველს და გავუკეთებ ბოლოს ფინალს. თუ შევძელი, იმიტომ რომ ნუ გავიწყდებათ, რომ მე აღარ ისეთი ახალგაზრდა ვარ და არც დიდი პროფესიონალი პიანისტი, მაგრამ თუ შევძელი დავუკრავ. ეს არის ირაკლის სიმღერებზე აგებული სუიტები. დიდი სიამოვნებით. და მაესტროს უტოვებ ნოტებსაც და დისკსაც. სხვათა შორის მთელი ამ წლების განმავლობაში ოჯახი ყოველ წელს აკეთებს რაღაც ახალს და ყოველ 19 ნოემბერს რაღაც ხდება ახალი და საინტერესო და დღესაც ასე იქნება 5 საათზე ფილმის ჩვენება გვაქვს კინო ამირანში და ყველას ვეპატიჟებთ. მოვალთ. აუცილებლად გელოდებთ.
უმეტესი მადლობა, ძალიან დიდი მადლობა. ამ შვენიერი მუსიკის შემდეგ ჩვენ ეთერში ახლა რეკლამის დროა და რეკლამის შემდეგ დაგიბრუნდებით. დავბრუნდით მაესტროს შუადღეში და ახლა დროა ჩვენი მუდმივი სტუმარი დიზაინერი ლელა ელოშვილი ვიხმოთ ჩვენთან. ლელა, ვიხმოთ მადლობა ლელა. მოგვიანებად გამოიყურები. ძალიან მომენატრე. რასაორია, კარგად არის ყველაფერი და კარგად მის შეისახებ ესე შორიდან მიგვიწევს. ჯვესალმები მაყურებლებრივად ძალიან კარგად გვიხარია რომ დაგვიბრუნდი და მოდი დღევანდელ თემასთან დაკავშირებით კითხავ პირველ შეკითხვას, როგორი ქვედაბოლოებია მოდაში? აი მე იცი რა არის, იქიდან გამომდინარე როგორც ყოველთვის დღესდღეობით ყველაფერი ესეთი აქტუალურია და რატომღაც ყველა პერიოდის მოდა არის დაბრუნებული, შესაბამისად აქაც ესეთი თავისუფალი არჩევანი გვაქვს, მაგრამ გამოყოფ რაღაცა კონკრეტულ ტენდენციებს. ხო, ну რაც არის უფრო აქტუალური ვიდრე თქვა სხვა რომელიღაცა მოდელი. ну პირველ რიგში ვიტყოდი რომ ეს არის 50-იანი წლების წელზე ქვედაბოლო, რომელიც არის ქვემოთ გაშვებული, ესეთი შემხედრი ეგრეთ წოდებული სკლადკებით. ან ასევე ირიბა დაჭრილი სონცეკლორს ეძახდნენ, ასევე წელიდან. ანუ მანიკასაც ზუსტად აი ზუსტად აი მე მაგალითი არის. ხო, მე სონცეკლორში გაცია, ხო? ქვედაბოლოზე ვსაუბრობთ, აი. და სონცეკლორში ხო ეს არის? ეს არის სონცეკლორში ეს არ არის, ეს არის ირიბა დაჭრილი ქსოვილი, რომელიც სონცეკლორში კიდე უფრო დიდი ტესტი სიმრგვალეში იჭრება და უფრო მეტ იმას ეკეთებს. ეგ არის ხო, რო დატრიალდები აი როჩს იწოდება. უფრო თვალსაჩინო რო იყოს ჩვენი მაყურებლისთვის, მე მგონი ფოტოები გვაქვს მომზადებული და იქნებ აჩვენოთ. აუცილებლად. და თან დაფასთან გადავინაცვლოთ შემდეგ. შემდგომ უკვე მე მოვამზადე ეგ ფოტოები და იქნება. მოდი დავიწყოთ ესეთი მოკლე ზომის ქვედაბოლოთი. აი, როგორც გეუბნებოდით, არის წელზე, აქ არის წარმოდგენილი ასევე ტყავის, როგორც ქსოვილის, მაგრამ უფრო და უფრო მე ესე ვფიქრობ, რომ დღესდღეობით ტენდენციურია ძალიან წელზე ქვედაბოლოები. ანუ მაღალწელიანი. წელზე მომდგარი. მაღალწელიანი კი და ჩატნეული შემდეგ პერანგი თუ ეს იქნება მოკლეზე და ამას არ აქვს. თუმცა პრეტენზიული არ არის, ცოტა მაღალწელიანი ქვედაბოლო. იცი რა არის? არის იმ შემთხვევაში თუ წელი არა გვაქვს და არის ანუ პრობლემა, ვისაც არ აქვს წელი და წვრილი წელი. წვრილი წელია საჭირო, მოკლედ. არ აქვს მნიშვნელობა ქვემოთ თეძო დიდია თუ არ არის, წვრილი წელი არის საჭირო, როცა იცმევ ესეთ მე რომ აქვს მაღალწელიანი. უკვე ეგეთი რა. აი კუბოკრული ესეთი სხვათა შორის ქსოვილია ძალიან აქტუალური დღესდღეობით, ეს იქნება ქვედაბოლოთი წარმოდგენილი თუ არ აქვს მნიშვნელობა. აი ესეთი ეს არის ირიბა დაჭრილი ან სონცეკლორში, თითქმის იგივე ფორმა აქვს სონცეკლორში. აი ეს არის უკვე სონცეკლორში დღესდღეობით
თინეიჯერებშიც და არა მარტო თინეიჯერებშიც ძალიან აქტუალურია. ძირითადად მაინც მოკლე ქვედაბოლოებია. მე ისევ ჩემი კუთხით უყურებ ხოლმე. ნაკლებად საქმიანი, ხო. აი, ეს არის უკვე სწორი ფორმის ასიმეტრიული აჭრა, ესე ძალიან აქტუალურია, სხვადასხვა ქსოვილით წარმოდგენილი, ანუ შეიძლება 3 ან 4 ქსოვილით იყოს შექმნილი ეს ქვედაბოლო და სწორი ფორმა, ეს უკვე შეგვიძლია საქმიანად გამოვიყენოთ ეს ქვედაბოლო. აი ნახე როგორ ეს ძალიან ლამაზია. ქვემოთ ნახე შიგნით არის შორტის სახით და არის ჭრილი ძალიან ღრმა. ეს საკმაოდ საქმიანია. ეს არის საკმაოდ სექსუალური და ამავე დროს ისეთი ელეგანტური. ცოტა ავანგარდულიც რაღაცნაირია. და ალბათ ტანი უნდა გვიწყობდეს ალბათ მაინც. ფეხი მაინც. ერთი მაინც. აი ნახეთ როგორი ასიმეტრია აქაც, ანუ წინ მოკლე და უკან გრძელი, ანუ წელს იყო ეს ძალიან აქტუალური ზაფხულში განსაკუთრებით, აი შიფონის ქსოვილისგან შექმნილი ქვედაბოლოები. ანუ ისევ ტენდენციურია, ხო? ეს სტილი რაღაც უფრო შარშან მახსოვს. შარშან იყო და ეხლა ნელ-ნელა გადადის. უფრო აი წინ რაც განახდა, ანუ წინა ფოტოებში უფრო მეტად აქტუალურია. ეს იყო ამ ზაფხულსაც იყო ცოტა ხანი. წინ მოკლეა და უკან ჩამოშვებულია. ანუ თამამად შეგიძლია ახვიდე კიბეს და არ ფიქრო უკან მოყვება თუ არა ვინმე. მაგრამ კიბეზე ასოს დააპირებ აი ესეთი ქვედაბოლო უნდა ჩაიწყო. ამოიწო უწვა და ავარდე. თუ გამჭირვალი არა იმ შემთხვევაში. აი მირასლავა დუმა. აუ მე ეს მომეწონა ყველაზე მეტად. დედოფალი, იმიტომ რომ ყველა აქცევს მის ჩაცმულობას ყურადღებას. ესეთი კუბოკრული არაჩვეულებრივი, ცოტა ვინტიჯური ესე ვიტყოდი ქვედაბოლო აქვია. ძალიან ლამაზი. მოკლე ზედაზე, იმიტომ რომ ძალიან უხდება საქმიანია, ანა მინდა გითხრა. ყველანაირ შემთხვევაში. აქ უკვე უყურებთ ფეხსაცმელს, რაც ჩავიცმოთ ფეხსაცმელს, იმის მიხედვით ხარ მე უკვე აწყობენ და ჩანთა. ზედატანსაც მნიშვნელობა აქვს ამ შემთხვევაში ტოპით ალბათ ვერ წახვალ სამსახურში ვერ წახვალ ვერ წახვალ ნამდვილად. აი ტყავის ქვედაბოლო, ტყავი შემოვიდა ძალიან ესეთი აქტუალურია დღესდღეობით. ეს იქნება ქვედაბოლო თუ ქურთუკი თუ არ აქვს მნიშვნელობა, მაგრამ ტყავის ქვედაბოლოები არიან ძალიან აქტუალური. ეს იქნება სწორი, შარვლებიც და არის ესეთი დეტალებით გაფორმებული. უნდა გადავიდე ტყავებზე. აი ეს არის კლასიკა. რაც დრო ყველანაირ პერიოდში, ყველანაირ ასაკის, ყველას უხდება, ყველასთვის აქტუალურია. აქ უკვე მერე ფერის და მიხედვით უნდა. საქმიანიც, ყოველდღიურის ვისაც როგორ უნდა ჩააცმო. რაც შევუხამებთ. რაც შევუხამებთ, რა თქმა უნდა. და უკვე სიგრძესაც აქ უკვე მერე დაფასდა რო გადავალთ, გეტყვით თუ რა ფეხს როგორი სიგრძე უხდება. გრძელი ესეთი ირიბა დაჭრილი ძალიან მომწონს, მაგრამ ამას ყოველდღე ვერ ჩავეცმევთ, ხო? ანუ შეგვიძლია აი აქ ნახე ჩვეულებრივ თითქმის ჩვეულებრივ მაისურზე აცვია, მაგრამ ძალიან ელეგანტური არის და იმის გამო რომ არის ძალიან გრძელი, აძლევს უკვე გამოსასვლელ ესეთი ხო. აი ესეთი ზომის ეხ ნახე კოჯზე არის გრძელი ქვედაბოლო, ერთი პერიოდი სრულად ამოგდებული იყო მოდიდან, დღესდღეობით ისევ დაბრუნდა. და ნახე ჩანს ფეხსაც მე მახსოვს რამდენი წელია უკვე მუშაობ ამ სფეროში და ყველა მთხოვდა როცა თქვა ან საქორწილო კაბა იყო ან თქვა ისე იკერავდნენ ქვედაბოლოს რომ ფეხსაცმელი არ გამოჩენილიყო დღესდღეობით უკვე არის ის ზომა მოდაში რომ ფეხსაცმელი გამოჩნდა აქ კიდე ცოტა გრძელები აი თითქმის კოჯზე რომ არის გადაჭრილი თუმცა მე მსგავსი ტიპის ქვედაბოლო არ მომწონს მაღალქუსლიან ფეხსაცმელზე და დაბლებს ძალიან ხდება არ მომწონს და არის აი მე რას ვამბობ იცი აი ტენდენცია რა არის ხო ანუ ვიღაცას არ მოწონს ისე შეიძლება გავიდოს დრო ცოტა ერთი რამოდენიმე თვე და უცბად რაღაცა მოგეწონოს ხო არის ესეთი რაღაცები არ მოგწონს და მე ისე მოდი შენ ცხოვრებაში საერთოდ ვერ ხვდები ისე შემოგეწონება აი ამ სიგრძეზე ვამბობ ნახე აი აქ შინდისფერი ქვედაბოლოს სიგრძეზეა ხო არა ეს სიგრძე უფრო ნაკლებად პრეტენზიულია ამ სიგრძეზე ამ შემთხვევაში ძალიან საფრთხილოა ფეხსაცმლის მოდელის შერჩევა აუცილებლად აქ უნდა კარგად აი იმიტომ რომ აქცენტი ხდება ფეხსაცმელზე როცა ესეთი ქვედაბოლო გაცვია პირდაპირ თვალი მიდის ფეხსაცმელზე ამიტომ ჯობია ეხლა მე რაზე ვფიქრობ ისი რამდენი ლევა მოდი გადმოვინაცვლოთ დაფასთან რომ მოვასწროთ უკვე აღნაგობის დამიხედვით რჩევები მაყურებლისთვის ნუ პირველ რიგში ეს არის იდეალური ტანი აბსოლუტურად
რა თქმა უნდა, ყველაფერი გვიხდება ამ შემთხვევაში. აქ უკვე აღარ დაგიხატავთ, იმიტომ რომ ეს იქნება გრძელი, მოკლე თუ ყველანაირი ყველაფერი გვიხდება. ამ შემთხვევაში მე მქონდა ეხლა პრაქტიკა, იყო ადამიანი, რომელსაც აქ ძალიან დიდი თეძო, წვრილი წელი და არ იცოდა თუ როგორი ქვედაბოლო მოუხდებოდა და ნუ ექსპერიმენტის სახით მას ეცვა ესეთი გაშლილი. არ უნდოდა რომ ქვედა თეზოები გამოჩენა და იცმევდა გაშლს. ბევრად უფრო მოუხდა ესეთი ეგრეთ წოდებული ბუტილკა. მომდგარი, სრულიად ტანზე და ოდნავ თავისუფალი და გრძელი ზედა ეცვა. ანუ აქცენტი ხდება უკვე აი ამ სივიწროვეს და მიდის ფეხი წვრილი ქვემოთ. ანუ აქ თუ ჩავით თუ ფეხიც არ გვიწყობს ხელს და არის მსხვილი ფეხი, შეიძლება ზამთარში მით უმეტეს ჩავიცოთ მაღალი ჩექმა და სილუეტი არის ვიწროვდება ქვემოთ და ვიზუალს ქმნის რომ შენ ხარ გამხდარი. ამ შემთხვევაში და არ ურჩევ კი შეიძლება ჩაიცვას ესეთი თავისუფალი ფორმის გაშვებული სკლატკებით, მაგრამ მე ვფიქრობ უფრო მეტად ასუქებს ვიდრე მეც მგონია რომ თეძოზე ის სკლატკა უფრო განივრებს. კი, იკარგება შიგნით თეძო, მაგრამ მაინც უფრო განივრა ჩანს და ამიტომ ჯობია ისე ვიწრო ქვედაბოლოები ჩავიცვათ. ამ შემთხვევაში როცა არის მოკლე კუნთი, ანუ მოკლე ფეხი და არის გრძელი ტორსი, აი აქ კონკრეტულად ურჩევ რომ ჩაიცვას მაღალწელიანი. ამას უკვე არ აქვს მნიშვნელობა, ნუ ძალიან მოკლეს ნუ ჩაიცმევს, რა თქმა უნდა, იმიტომ რომ გამოჩნდება მის ცოტა გრძელი სადღაც რო იჭრებოდეს აი ამ კუნთის მონაკვეთი. მუხს რო ფარავდეს, ეს იქნება გაშლილი თუ ვიწრო, უკვე ამას არ აქვს მნიშვნელობა. აუცილებლად მაღალი წელი რომ მაღალი ფეხი გამოჩნდეს და დაიფაროს აი ეს მონაკვეთი. ავით მე ვფიქრობ ძალიან ისე უნდა აერჩეს ქვედაბოლოს როცა იცმევ და მით უმეტეს თუ გეპრობლემება სხეული და არ ვფიქრობ რომ არ გაქვს იდეალური ფეხი, ნუ ძალიან მოკლეს ნუ ჩავიცმევთ და ვისაც ძალიან უნდა და უკომპლექსოა და არ აინტერესებს სხვისი აზრი, თავისუფლად შეუძლია ჩაიცვას. ნებისმიერი რა. საერთოდ არ ჩაიცვას. თუმცა უნდა გავიხსენოთ ხაზი ჩვენს ანუ ასე ვთქვათ, დადებით მხარს თუ კოჭი გვაქვს ლამაზი, გამოვაჩინოთ კოჭი. და აი ეს მაინტერესებს ზუსტად, ვისაც არ აქვს თხელი წვივი, აუცილებლად გრძელი ბოლომდე უნდა დაფაროს ქვედაბოლოთი ეს წვივი თუ პირიქით შეიძლება რომ ძალიან მოკლე. მას კარგი კითხვა, იმიტომ რომ ზოგჯერ ხდება ესეთი რამეს გააჩნია კიდე ფეხის აგებულებას, იქ კუნთი როგორია ხო, ამასაც მნიშვნელობა აქვს. თუ კოჭი არ არის ძალიან წვრილი, შეიძლება მოკლე ჩაიცვა. და საერთოდ არ მიაქციონ ყურადღებას მთლიან ფეხი ჩანს და უკვე კოჭზე არ ხდება. იქ თუ გადაჭრი იმ კონკრეტულ ადგილზე, სადაც პრობლემა გაქვს, პირიქით უფრო გამოჩნდება. ეს პრინციპი არც თუ ისე სწორ ფეხებზეც მუშაობს ალბათ, ხო? მუშაობს და მე მინახავს გოგოები, რომლებსაც ძალიან მოკლე აწვია და სრულად არ აქვთ იდეალური ფეხი, მაგრამ როცა და იცმევენ მოკლეს და ვერ ვამჩნევთ, რომ არ არის იდეალური და როცა ჩაიცმევენ უკვე, აი მუხს ქვემოთ, ხო, იფარავენ რაღაც ეს მუხს ქვემოთ ქვედაბოლოები ყოველთვის ძალიან მისაღებია ესეთი გონიათ რომ ეს ძალიან კარგია და უფარავს იმ რაღაცა პრობლემებს პირიქით. ზოგჯერ გააჩნია უბრალოდ ფეხის აგებულებას, ამასაც ძალიან დიდი მნიშვნელობა კი კუნთი რამდენად გამოწეულია, რამდენად კუნთი ზემოძის თუ ქვემოდან იწყება, კუნთის სიდიდე უკვე ამას ძალიან დიდი მნიშვნელობა. ზოგჯერ ძალიან თავისუფლად შეიძლება ესეთმა ადამიანმა ჩაიცვას მოკლე და სრულად ვერ მიხვდე რომ იქ არის ფეხი რაღაცა განგრეული ან ვიზუალურად ალბათ მაინც გამხტარი უნდა იყოს უფრო. ნუ რა თქმა უნდა უფრო გამხტარია ხა ძალიან მსხვილ ფეხებზე იქ უკვე ისედაც ჩანს რომ მსხვილია ფეხი და იქ არ არის იდეალური ხო რაც არ უნდა თუ ცოტა ხორ ბოდიში სანდრო დღეს არ გაცდის რაღაცა მოიგობა კაცმა იკითხოს სოლცეკლიერთან დაკავშირებით არცად არა იკითხე და შემდეგ თუ ხორცსავსეა ქალბატონი თეძოებზე გითხარი მაგრამ როდესაც მთლიანად სავსე ფორმები აქვს მაგ შემთხვევაში იცი რა არის აი ზუსტად ამ შემთხვევაშიც იგივე მინდა ვთქვა იმიტომ რომ ზამთარი გვინდობს და ამ შემთხვევაში ჩვენ შეგვიძლია ვიხმაროთ მაღალყელიანი ჩექმა და ზედა ტანი ვიხმაროთ უფრო თავისუფალი. აუცილებლად საჭიროა იყოს სწორი ფორმის ქვედაბოლო. სწორი და უფრო კიდე ვიტყოდი ეგრეთ წოდებული ბუტილკა, რომ ვიწროვდება და მოყვებოდეს, ანუ ამ როცა ვიზუალი ვიწროვდება ქვემოთ, აუცილებლად გაჩენს უფრო მეტად გამხდარს, ვიდრე როცა იშლება ქვემოთ. მე ჩემი აზრი ესეთი არ ვიცი, ჩემი გამოცდილების მიხედვით, რასაც ვაკვირდები, ჩვენ ვენდობით, ჩვენ ძალისხმევთ. კარგით ვენდობით. ხო, არა, ფაქტობრივად იგივე უნდა მეკითხა, მეც უბრალოდ ზამთართან დაკავშირებით, გრძელი ქვედაბოლო და გრძელი პალტო, თქვათ, მე ძალიან მომწონს ესეთი ჩაცმულობა გოგონაზე და ანუ
ტენდენციაშიც ჭდება. ეს უკვე ხომ რამოწეს გოგონაზე და გაითვალისწინებენ მე. სიმაღლეს გააჩნია. თუ მაღალია და ნუ საშუალო სიმაღლესაც ძალიან უხდება, მაგრამ თუ დაბალია, აქ უკვე ადაბლებს ძალიან გრძელი ქვედაბოლო ძალიან ადაბლებს. კი, ჯობია მოკლედ ჩაიცვას პატარა ზომის ქალბატონმა. მოხდენილმა მე მგონი ძალიან საჭირო რჩევები და ძალიან ამომწურავი ინფორმაცია მივიღეთ ლელასგან როგორც ყოველთვის. მომდევნო კვირაშიც აუცილებლად გელით ისევ და საინტერესო რჩევებს მოვისმენთ. და იმის მერეც. კი ბატონო, ირაკლი. ახლა კი რეკლამის დროა მაესტროს შუადღეში, რის შემდეგაც ძალიან კარგ ადამიანთან ერთად გიბრუნდებით ინტერიერის დიზაინერთან, რომელსაც მსოფლიოში იცნობენ. არ გადართოთ, წაგველოდეთ. მაესტროს შუადღეში ვართ. ადამიანი, რომელიც გამარჯობა. ადამიანი, რომელიც ახლა გვესტუმრება, არც თუ ისე ცნობილია საქართველოში, მაგრამ ძალიან კარგად იცნობენ მას ჩვენს ქვეყნის ფარგლებს გარეთ. მას საკმაოდ ბევრი, ძალიან ცნობილი და დიდი რესტორნის, სასტუმროს, ცნობილი ადამიანების სახლების დიზაინი აქვს დაპროექტებული. მას ასე მაესტროს ინტერიერის ბოდიში მაესტროს შუადღეში ნესტან ვარდიაშვილი. ხო. მოგესალმებით. გამარჯობა. გამარჯობა. გაბრძანდი. დიდი მადლობა რომ გვესწრებთ. დიდი მადლობა. ძალიან სასიამოვნოა. გამარჯობა. პირველ რიგში ძალიან მინდა რომ ვნახოთ თქვენი ფოტოები გვაქვს მომზადებული და თქვენი შემოქმედება. ირაკლი, შენ დაგვეხმარები, ხო? რამდენიმე მათგანი თქვენს მიერ ეს ვიცით რომ გრანდიოზულ პროექტებზე გაქვთ ნამუშევარი და რამდენიმე მათგანიც გითხარით უფრო კარგად რომ გავიგოთ. ამავდროულად მე აქ მომემზადები. რა ვიცი, ნამუშევრები სხვადასხვა ტიპის პროექტები იყო. ალბათ ყველაზე დიდი, ალბათ ყველაზე ისტორიულ ძეგლებთან, რომელიც არის დაკავშირებული, ყველაზე საინტერესო ისინი არის. ეს იყო ძირითადად სასტუმროები, იმიტომ რომ ესე აეწყო ჩემი ისტორია, დიზაინში მოღვაწეობის ისტორია. ეს ალბათ არის ოტელ კრიონი პარიზში, სენტ რიჯის ოტელი ნიუ-იორკში, არის კიდე ლონდონში ერთი ძალიან საინტერესო სასახლე, რომელშიც ოდესღაც ცხოვრობდა ლეიდი დაი, რომელიც იყო მერე იყიდა ლაქშმით მიტალმა და იმის რეკონსტრუქციასთან მქონდა შეხება და იმაში მიმიღია დიდი და ძალიან საინტერესო და ძალიან აი მართლა ესეთი პროექტია, რომელიც ალბათ საუკუნეში რამოდენიმეს ერგება, რომ მასთან კონდეს შეხება, იმიტომ რომ ეს ძალიან სერიოზული და ძალიან საინტერესო პროექტებია ისტორიულად და რა ვიცი, აი მაგალითად პარიზის სასტუმროზე რომ საუბრობდით, ეს როგორც ვიცი იქნება, ხო? ეს არის ოტელი კრიონი, დიახ, ეს არის ერთ-ერთი ტიპიური ოთახი, რომელსაც ახლა თქვენ უყურებთ და ეს ყველაფერი რაც იმაზე ასახული არის ჩემი დიზაინით გაკეთებული, ეს იქნება სკამი თუ თითოეული დეტალი, ანუ სკამიც გამოხაზულ სკამიდან არის შექმნილი უკვე სკამის მოდელი. ანუ სპეციალურად შექმნილი ამეჯიც. ყველაფერი, აბსოლუტურად. ამით დიზაინის მიხედვითაა შექმნილი თუ მოძებნილია უბრალოდ ისეთი როგორიც თქვენ ჩათვალისწინებთ. ეს არის დამოკიდებული შემკვეთზე. ეს არის ძალიან კლასიკური ოტელი და ჩვენ გვქონდა მიმართულება მოცემული, რომ რაღაცა ფარგლებში უნდა ჩამჯდარიყავით და აი აქედან გამომდინარე ხდება დიზაინის შექმნა, იმიტომ რომ უნდა იყოს ფორმატი არსებობს. ხო, აუცილებლად. ანუ თითოეულ დეტალს კი ჩაგიკითხებით. პროექტებთ თქვენ ქმნით დიზაინს, ანუ სახელურიც კი აბსოლუტურად ყველაფერი. მაგრამ ჯერ საერთოდ იქნება მთლიანი სურათი, კონცეფცია და მე უკვე ნელ-ნელა ხდება ამ კონცეფციის განვითარება და მე უკვე ესეთ დეტალებამდე, ლურსმნებამდე ცდი. აი ჩვენი მაყურებელი კიდევ მორიგ სურათს ხედავს. ხო, ეს არის ნიუ-იორკის ოტელი, სენტ რიჯის ოტელი, ეს არის საპრეზიდენტო აპარტამენტები.
რომელიც გაკეთდა. ეს არის ოტელი კრიონი. ეს არის ძალიან დიდი წარმატება ჰქონდა ამ ფარდას, რომელიც გაკეთდა. ფარდის ისტორია მე მსმენია და მინდა რომ თქვენ ამის კითხვა მინდოდა. ეს არის ძალიან ცნობილი რესტორანი ოტელ კრიონში, ლამბასადორ, რომელთვისაც გაკეთდა ფარდის მოდელი, რომელიც წაიღეს მე პარიზში და იყო, რის გამოთაც მე მიმიპატიჟეს პარსონში ამ ფარდასთან დაკავშირებით ლექციის წასაგება, რომ რა ფუნქცია აქვს საერთოდ ფარდას, როგორი იყო ეს ოტელი, საერთოდ როგორ კეთდებოდა ამ ოტელისთვის ფარდები და რა ფუნქცია აქვს და მაინც ასეთი რა ძალიან ბევრი, ნუ არ ვიცი, ალბათ განსაკუთრებული არის ამ ფარდაში განსხვავებული ფორმა, განსხვავებული სტილი, ტრაპეზული ფერი, ფორმა არის ხისტი და ამ დროს ეს აი ესეთი პარადული, ესე ვთქვათ, კომპოზიტორი, საზეიმო და რა ვიცი, რაღაცა ძალიან დიდი ის გამოეწვია. ალბათ ძალიან ბევრი ინტერიერის დიზაინერი ოცნებობს მსგავს დიდ პროექტებზე მუშაობას. აი მე დამაინტერესა რა გზა გაიარეთ მანამდე რომ ამხელა სოფლიო დონის პროექტებზე გაქვთ ნამუშევარი. იცით რა, ეს ალბათ ეს ბედის არის და ალბათ კიდე თავი როგორ ვთქვა, ხა ჩემ თავზე მიჭირს, მაგრამ ცოდნის და ალბათ უნარიანობა რაღაცა ამის გარეშე გამორიცხული იქნებოდა ეს ყველაფერი. ეს ჩემზე არ იყო დამოკიდებული, მე უბრალოდ ვცდილობდი რომ დავამთავრე პარსონი ამერჩია ისეთი ოფისი ამერჩია ხო ცოტა თავხედროდ გამომდის, იმიტომ რომ ვირჩევდი რომელ ოფისში მინდოდა მუშაობა. საბედნიეროდ იყო ესეთი დრო, როდესაც და იმ ქიდან გამომდინარე, რომ როგორც მე შევადგინე პორტფოლიო ჩემი სკოლის, როდესაც დავასრულე მუშაობა, ამან გამიხსნა კარი ჩემმა ნამუშევრებმა, სკოლიდან დამთავრებულმა ნამუშევრებმა უკვე მომცა საშუალება იმისი, რომ მქონდა ასარჩევად საქმეს, ძალიან ისე რომ ვთქვათ რა. უარი ძალიან იშვიათად ვიღებდი ხოლმე და ამიტომ არჩევანის ესეც ჰქონდა და ვცდილობდი რომ სულ არქიტექტურულ ფილმებთან მქონოდა ურთიერთობა, იმიტომ რომ არქიტექტურა ძალიან მაინტერესებს და თვლი რომ ინტერიერის დიზაინი განუყოფელი ნაწილია არქიტექტურის და იმის გამო რომ ვერ მოვასწარი არქიტექტურაზე სწავლა და ეს არის ჩემი მეორე პროფესია. ამიტომ რაღაცა ესეთი ის მოხდა. ჩემო ძვირფასებო, კიდევ ერთი ჩემთვის ძალიან ერთ-ერთი ჩემი ფავორიტი, ესე ვთქვათ, თქვენი ნამუშევრიდან ეს არის საიუველირო მაღაზიის ინტერიერთან დაკავშირებული აი ეს ბურთები. მე თავიდან ვერ მივხვდი. რომელშიც თქვენ ჯილდოც აიღეთ, ოქროს ჯილდო აიღეთ, ხო? ეს იყო გაკეთებული დიზაინი ძალიან ცნობილი სამკაულების დიზაინერისთვის, რომელიც დღეს მოღვაწეობს ნიუ-იორკში და ადრე მოღვაწეობდა ამსტერდამში, როდრიგო უდაზუ და მთხოვა რომ გამეკეთებინა მაგისთვის მაღაზია. აკეთებს საოცარ სამკაულებს და ამ მაღაზიის კონცეფცია მდგომარეობდა იმაში, რომ ის ყველაფერი აი ესეთი ის ქონდა რომ ის ყველაფერი რაც არის ძალიან ძვირფასი და ძალიან ლამაზი არ უნდა იყოს მიწოდებული ეგრეთვე მარტივად და ხო უნდა იყოს რაღაც პატარა ინტიმური თამაში რა გარემო რაღაცა იდუმალება რაღაცა და მე ეს არის ესეთი სფერული როგორ არის დისპლეი ეკრანი არა რაზეც დებს სამკაული თვითონ ანუ სადაც აჩვენებენ ხო ნუ რაზეც კიდეა ხოლმე რომ შევდივარ პატარა ბიუსტებია ხოლმე და აი ამ ბიუსტებზე მქონდა ძალიან ისე რა ქვია არ მინდოდა რაღაც განსხვავებული ფორმა მინდოდა მე ჩვენების მომეწებნა ანუ ეს არის სფერო რომელშიც ადამიანი იხედება კარგად რო აუხსნათ ხო შევიხარ მაღაზიაში ვერ ხვდები რა ხდება და ეს არის რაღაცა ესეთი მაღაზია მთლიანად ამ სფეროებით და შუაში ცენტრში არის დაკიდებული სფეროები და ესენი ხო და ხედავ ამ პატარა რაღაცა ღიობებს რომლებიც არის ფერებით დაკოდირებული და რომ მიდიხარ როდესაც გაინტერესებს ნეტა რა კიდია ამ რა ხდება ამ სფეროში მიდიხარ და ხედავ რომ არის გამოფენილი სამკაულები და გაინტერესებს მეორეში რა ხდება და ესე იქმნება ინტიმური გარემო და ქმნი რაღაცა თამარს იდუმალს თამარს მაყურებელსა და
სამკაულს შორის და იქ იქნება უკვე რაღაცა ესეთი ქალბატონ ნესტან ესეთი უცნაური კითხვა უნდა დაგისვათ ჩვენ ვიცით რომ თქვენ კერძო პროექტებზეც მუშაობთ და თუ გახსენდებათ რაიმე ესეთი ფაქტი ყველაზე უცნაური შეკვეთა დამკვეთის გარაც მიგიღიათ კერძო პროექტზე მუშაობისას მახსენდება ეს არის ძალიან ცნობილი ერთი კონტრაქტორი რომელიც წარმოებს იმებს რა ქვია კონტრაქტორი არის ქართულად როგორ არა კონტრაქტორი მოკლედ ერთ-ერთი დამკვეთი რომელზეც არის გვარად ფიშერი ნიუ-იორკში მოღვაწეობს ისიც და მაგისის სახლი მაქვს გაკეთებული და მოგთხოვა რომ გაგვეკეთებინა ორი უზარმაზარი თევზის აკვარიუმი ერთში უნდა ყოფილიყო ზვიგენი და მეორეში უნდა ყოფილიყო ეს ინტერიერში შიგნით სახლში სამზარეულოში გაკვეთებული გვაქვს უზარმაზარი აკვარიუმი რომელშიც მოდიოდა თვეში ერთხელ აკვალანგისტი დიახ რომელიც უნდა ჩამხტარიყო ამ იმაში აკვარიუმში და გაესუფთავებინა აკვარიუმი და ყავდა ზვიგენი ყავდა იმაში თბილისშიც ხდება კაცო ძალიან მოგაგიკვირდება აქაც მაქვს გაგონილი არის ერთგან არ ვიცი ნამდვილად მაგის შესახებ მაგრამ საინტერესო საქართველოზე გადმოვერთოთ როგორ მოგწონთ აქაური ინტერიერები თქვენი აზრი ალბათ ძალიან მნიშვნელოვანი იქნება არის სხვაობა ტენდენციებში საერთოდ თუ არის განვითარებული როგორ არა უზარმაზარი პროცესები ხდება ინტერიერის დიზაინში დღეს და ძალიან საინტერესო ინტერიერები შეიქმნა და ეს ყველაფერი ვითარდება და რაც თავარია ხდება უფრო მომთხოვნადია იმიტომ რომ ყველა ადამიანს აქვს სურვილი თავისი ნივთი თუ თავისი საქმე წარმოაჩინოს ლამაზად ეს ამის საშუალებას გაძლევს ინტერიერი მომთხოვნადი ხდება თუ იმუშავებთ საქართველოში ან თუ იმუშავებდით მე დიდი სიამოვნებით ჯერ არა რადგან ახლა ჩამოვედი და ახლა ვიკიდებ ფელს ანუ სულ ჩამოხვედით თუ უნდა დაბრუნდეთ ნიუ-იორკში ეს არავინ არ იცის როგორ ვიკიდებ ფელს არის ძალიან საინტერესო მე მგონი ძალიან გაგიჭირდებათ ფერის არ ვიცი რა ვიცი არა ჩვენ ვისურვებდით რომ აქაც იყოთ აქაც იმოღვაწეოთ და მამსურულმა ჩამომიყვანა რა თქმა უნდა აქ და ვნახოთ ეს როგორ გამეთანა აი საინტერესოა როგორ უნდა მოგმართოთ ადამიანმა აი ეხლა ალბათ ძალიან ბევრი ადამიანი გვიყურებს ვინც დაინტერესდა თქვენით და თქვენი შესაბამისად ინტერიერის დიზაინით და სურვილის შემთხვევაში როგორ უნდა მოგმართონ ხო ძალიან სამწუხაროდ მე არ მაქვს ამ წუთას არც ვებსაიტის მისამართი არც არაფერი მაგრამ მაქვს ვაპირებ გავხსნა ინტერიერის დიზაინის კურსი და ამისთვის შევქმნი Facebook-ზე რომელიც ყველაზე მარტივად მისაწვდომია გვერდი რომელსაც ქვია ნესტან ვარდიაშვილის ინტერიერის დიზაინის კურსი და ან იმ გვერდზე ან მე მაქვს კიდე პირადი გვერდი რომელსაც ნესტან ვარდიაშვილის ქვია ჩემი სახელი და გვარი და ვინმეს თუ ხო არის ჩემი თუ არა და ჩვენ Facebook გვერდი მაესტრო შუადღე და შეგიძლიათ ჩვენს მოგმართოთ და ჩვენ დაგაკავშიროთ დიდი მადლობა ძალიან მიხარია რომ გვესტუმრეთ და რა თქმა უნდა წარმატებებს გისურვებთ მადლობა ძალიან დიდი მადლობა ახლა რეკლამის დროა მაესტროს შუადღეში რეკლამის შემდეგ კი მარი მილორავასთან ერთად დაგიბრუნდებით მაესტროს შუადღე კლუბ პირდაპირ ეთერშია, დავბრუნდით მარი მილორავასთან ერთად და განსაკუთრებით ყურადღებით გვიყურეთ და გვისმინეთ იმ ადამიანებმა, ვისაც გსურთ, რომ გქონდეთ ისეთი მოცულობითი თმა, ანუ ვისაც გაქვთ თხელი თმა, მოკლედ და გსურთ, რომ გასქელდეს ეს თმა, ან გნებავთ, რომ სწრაფად გაიზარდოს თმა. აბა მარი გისმენთ. ორი მარტო აქედან გისმენთ. რას ვაკეთებთ? ყველაზე უფრო ყურადღებით რაც კი გვისმენთ. მივესალმებით ტელემაყურებლებს, მოგესალმებით. დღეს თქვენთვის საინტერესოსაც ვიტყვი, იმიტომ რომ ნიღაბია, რომელიც ქალებისთვისაც და კაცებისთვისაც ძალიან კარგია. პირველ რიგში ეს არის ნიღაბი, რომელიც ისედაც ლამაზ თმას გახდის უფრო ლამაზ, ესე იგი გაგვეზრდება ჩქარა, შენ და მანიკა ამაში ძალიან დაინტერესებული ხართ და ექნება ლამაზი მოცულობა. ესე იგი ვიღებთ ზღვის მარილს, რომელიც როგორც უკვე ბევრჯერ ვთქვი, არის მინერალების ძალიან დიდი წყარო. ზღვის მარილს ვასხამთ ზეითუნის ზეთს, ისე რომ დაფაროს, თვალის ზომით, თვალის ზომით აურევთ ამას კარგად.
მარილი იყიდება ნებისმიერ აფთიაქში. კი ბატონო, ძალიან ბევრი არ დავასხათ, ზემოდან არ უნდა მოადგეს, იმიტომ რომ ეს უნდა იყოს როგორც სკრაბი თმისთვის და როცა ძალიან ბევრ ზეთს ვასხამთ, ხელია და უკვე სკრაბის ფუნქციას ვეღარ ასრულებს. ძალიან კარგია თმისთვის ხორბლის ზეთი. ხორბლის ზეთში არის ძალიან ბევრი B ვიტამინი. ეს ხორბლის ზეთიც ალბათ აფთიაქებშია. ხორბლის ზეთი იყიდება აფთიაქში და იყიდება მწვანე აფთიაქშიც. ხორბლის ზეთი დაახლოებით 9 ჩაის კოვსი. უნდა სადღაც 4 სუფრის კოვს ზღვის მარილს. ესე იგი 4 სუფრის კოვზი ზღვის მარილი დავასხათ ზეთი ისე რომ რაღაც ძალიან არ გათხელდეს და შემდეგ 9 ჩაის კოვსი. ეს დაახლოებით ესეთი კონსისტენციის გამოდის. აი ხო, ეხლა ვიღებ რამ სიგრძის თმას ეყოფა? ჩემ თმას ეყოფა? შინაერთებზედაც კარგია, კი, როგორ არა ეყოფა. ანუ ვისაც ძალიან მოკლე თმა აქვს, შეუძლია ნაკლები ეს კეთდება თმებზე არა, ეს კეთდება კანზე. ესე იგი, გადავიწევთ ამ თმას ხაზებად და გავიკეთებთ მასაჟს ესეთი წრიული მოძრაობებით. ვიკეთებთ სადღაც 5 წუთი მასაჟს, მარილი არის ძალიან კარგი ანტისეპტიკი, ამავე დროს ასრულებს სკრაბის ფუნქციას და აი ესეთი მასაჟის დროს ეს მინერალები კანითაც იწოვება. შედის. რამდენი ხანი უნდა გავიჩეროთ? აცოცხლებს ამ ბოლქვებს თმის. რამდენი ხანს ვიმჩერებთ ამ 5 წუთიანი მასაჟი? დამასაჟებულ შეზელიულ ნიღაბს? აი როგორც კი მორჩებით 5 წუთიან მასაჟს, ეგრევე შეგვიძლია ჩამოვიდა. აი მასაჟი, რა ტიპის მასაჟი უნდა გავიკეთეთ? აი თითების. აი ასე. წრიულად. კვირაში რამდენჯერ რა ინტერესებს? კვირაში ერთხელ. კვირაში ერთხელ. ასევე ზღვის მარილით მინდა გასწავლოთ ძალიან კარგი ნიღაბი, რომელსაც ხმარობენ ჰოლივუდის ვარსკვლავები. თან ეს ნიღაბი ინახება კარგად. შეგვიძლია ბევრი დავამზადოთ, შეგვიძლია ბევრი დავამზადოთ. გამოვიყენოთ. უბრალოდ მე ახლა გავაკეთებ ცოტას. მაცივარში უნდა შევინახოთ? არა. არ ჭირდება მაცივარი. კლავს ზღვის მარილი. კლავს ზღვის მარილი. 3 სუფრის კოვზი. და ვასხამ ძალიან კარგი ინგრედიენტს კონიაკს. კონიაკს. 3 სუფრის კოვს ზღვის მარილს ვასხამ კონიაკს და დაახლოებით რამდენი იყო ეს 100 გრამი ალბათ. ცოტა მომივიდა. ნაკლები იყო. ირაკლი შენ თვალით ხვდები ხო? ჩემ გამოცდილებას. დავასხათ ზღვის მარილი, დავაყარ. ესე იგი, უნდა იყოს ისევ ისეთი სკრაბის კონსისტენციის, როგორც იქნება. ანუ არ უნდა იყოს ძალიან თხელი სკრაბის კონსისტენციის. ზემოდან კონიაკი არ უნდა მოადგეს. აი ახლა მე ცოტა ბევრი ცოტა თხელი მოგვივიდა, გაითვალისწინეთ. ზემოდან არ უნდა მოადგეს. აი კარგად რომ გაიხსნება ერთმანეთში, შემდეგ დავუმატებთ თაფლს. თაფლი უნდა დავუმატოთ ისე რომ კონდეს სქელი არაჟნის კონსისტენცია. თაფლი, ვისაც ალერგია აქვს თაფლზე, შეუძლია იხმაროს თაფლის მაგივრად ზეითუნის ზეთი. მოკლედ, მეგობრებო, თქვენ თვითონ უნდა განსაზღვროთ რაოდენობა თვალის ზომით, უნდა იყოს სკრაბის კონსისტენციის, უნდა დავასხათ ისე რომ კონიაკი ზედ არ მოადგეს. და შემდეგ ჩავამატოთ თაფლი ისე რომ კონდეს სქელი არაჟნის კონსისტენცია. ამას ყველაფერს ჩავასხამთ სტერილიზებულ ქილაში, ნუ შეგვიძლია 1 წუთი შევდგათ მიკროტალღურ ხუმელში, ან გავაკეთოთ ორთქლზე, არა, სტერილიზაცია გავუკეთოთ. თვითონ ჭურჭელს. ან გავაკეთოთ ორთქლზე, დავიჭიროთ, გავუკეთოთ სტერილიზაცია და შემდეგ ჩავასხათ ეს ნაყენი და შევინახოთ სიგნალეში 2 კვირა. ჯერ უნდა შევინახოთ 2 კვირა და შემდეგ დავიწყოთ. კი. შეგვიძლია გავაკეთოთ დიდი რაოდენობით, შევინახოთ, იმიტომ რომ ეს 1-2 თვე ინახება და შემდეგ იმ რაოდენობით, რაც გვჭირდება თმისთვის, ისევ თმის ძირებში შევიზილოთ მასაჟის მოძრაობებით. ქალებმა შეიძლება ამას დაამატონ 1 ცალი კვერცხის გული, თუ აქვთ მშრალი კანი და ესე შეუძლია რაღაცნაირად დგება, როგორც ჩანს, დაყენების პროცესშია 2 კვირა ეს ინგრედიენტები ერთმანეთში შედის. გამოყენების წინ უნდა დავუმატოთ, ალბათ კვერცხი აუცილებლად, ხო? თუ ქალებისთვის კი, თუ აქვთ გრძელი თმა და უნდათ რომ თმებზეც მოისვან, რა თქმა უნდა, შეუძლიათ კვერცხი. და თუ უნდათ მარტო ძირებზე, მაშინ ეს საკმარისია კვერცხის გულის გარეშე. ესეც კვირაში ერთხელ. 20 კვირაში ერთხელ, თუ ძალიან გვეჩქარება და გვინდა რომ სასწრაფოდ ლამაზი თმები გქონდეს, კვირაში ორჯერაც შესაძლებელია. და შეგვიძლია შევიხვიოთ 20 წუთი და დავიბანოთ ჩვეულებრივი შამპუნით, რითაც ვიბანთ საერთოდ.
ძალიან კარგიათ მის გასასქელებლად გადავიღლოთ ვაშლის მარი და კოჭა. ახლა თუ მოვასწრებ არა, ვეღარ ვასწრებ სამის რომ ამის დრო, თუმცა ჩვენ ჯერ კიდევ გვექნება ამის საშუალება შემდეგ გადაცემებში. დიდი მადლობა ამ არაჩვეულებრივი რჩევებისთვის. მე აუცილებლად ვწდი ჩემს თმაზე ამ ყველაფერს. მე ვფიქრობდი რომ იმ კონიაკის ნიღაბის მერე მეორედას რამე წუნიანი უნდა გადავიღოთ. დღეისათვის სულ ეს იყო გემშვიდობებით. დაგველოდეთ ხვალ ისევ 2:09-ზე დაგიბრუნდებით. ხვალამდე. ნახვამდის.